Haiuszki, haiu, diloshvitobisa. Aba როგორ ახარს, aba როგორ გიკითხოთ, aba როგორ ბრძანდებით, ეხლა ძეს დავუსხავ, ძე დღეს უნდა ვიყიდოთ, თორე არა, ერთი ცალი გქონია კიდე. ევას უყვარს ძე. ხო და მინდა რომ რავი სულ გქონდეს ხოლმე ძე. ეს ჯოხალ დაიძინა საღამოს 9 საათზე. ევამ ყური მიხანები როგორ იცით? ხო და ისა ძალიან არ მინდოდა რომ დილამდე გაეღვიძა რა, იმიტომ რომ ახლა იქა რო არ არის. გვიან თუ გაიღვიძებს ხოლმე, მე იქაც თამტოვებ ხოლმე რა და იქაც არის ხოლმე გვიანობამდე და მე ძალიან ისე ტიპი ვარ, რომ 12-ის მერე მკვდარი ვარ, არ შემილია. ანუ რავი შუა დღესაც ძირითადად არ მიყვარს და თუ შუა დღესაც დავიძინე მე ვიღვიძებ ხოლმე ცუდ ხასიათს და თუ შუა დღესაც დავიძინე და მეძინა ბევრი მე კიდე შეიძლება ხოლმე რომ ისა საღამოს არ დამეძინოს, მაგრამ სხვა ვარიანტი შენ მე ყოველთვის მეღვიძება ადრე ბავშვობიდან ეგრევა რომ დილაუთენია მეღვიძება მზე როჯერ არ მოსულა მაშინ და მე საღამოსაც მეძინება ადრე. ხო მაშინაც კი თუ შედარებით გვიან გავიღვიძე რაღაცა მიზეზის გამო აი 12 საათისთვის მაინც უკვე всё რა ანუ იქნებით ალბათ ჩემნაირად ადამიანები არიან ადამიანები მე ვიცნობ და ერთ-ერთი ჩემი შვილია თორნიკე რომელსაც აი ღამის ადამიანია ღამე შეუულია ყველაფერი შეუულია კი რა ღამე აკეთებს ყველაფერს ანუ სწავლა ისეთ საგნები მათემატიკური საგნები აი საქმე თუ რამე ანუ ღამე შეუძლია რომ აკეთოს რა და თან ძალიან კარგად არის ხო ხვდები და მე ის რატო დავდგეს ყავარ უნდა დამეთქა ოხნინი ხო და ისა მე დღის მეორე ნახევარში ვერ სწავლობ ვერ ვაზროვნებ ანუ ყველაფერი ჩემი დღისით დილას ეგეთი ვარ მე ეს ეხა ის ტყუილა დავდგი ეს ყავა მინდა ოხ ნიკო ნიკოდანი აუ როგორ ვერ ვიტანდი ბავშვი რო ვიყავი სადმე რო წავიდოდი და რო გაიგებდნენ რომ ნინო მერქვა ნიკო წუხელ შენთან ვინ იყო და ლოთები დაგიმტრიეს ბოთლები აი ამ დეგენერატულ ლექს მიძღვნიდნენ და რომ ხვდებოდეთ ჩემს სახლში ბებია ჩემი იყო ფილოლოგი და ბებია ჩემი პაპა ჩემი არ იყო ლიტერატურათმცოდნე ან ფილოლოგი ან რამე საერთოდ მაგრამ აგრონომი იყო მაგრამ ისე ძალიან უყვარდათ პოეზია რომ ყოველ საღამო პოეზიის საღამოები გქონდა ნიკოლოზ ბარათაშვილს ამბობდა მეორე ერთი გალაქტიონს ამბობდა მეორე მე ისე ილია მე ის და ისა ვაჟა და ესენი უყვარდათ ძალიან და ერთი ამბობდა მე მეორე მე ისე ერთი მე და ამაში ვარ მე გაზდი და ვიღაცა რომ ხა გეტყვის ნინიკო ლოთები დაგიმშვენებს ბოთლი აუ როგორ ვუყურებდი ხოლმე ესენი ვინ არიან ხოდა ჩემი ძალიან დიდი წიგნების სიყვარული და აი რამაც მე გადამარჩინა ჩემს საფრთხულ დროს და
ჩემი ეს ძალიან ძლიერი სული გამოძერწას შესაბამისად. ზუსტად ეს იყვნენ, ანუ მე გამზარდეს დიდმა მწერლებმა. რა გინდე? გამზარდეს დიდმა მწერლებმა მე. მათ იმაში გავიზარდე. და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. ხო და ეს ჩემი სახელი სულ ყოველ მხრივ ნერვებს მიშლდა ჯერ ერთი, იმიტომ რომ ყველას ეს სახელი ერქვა და სადაც დაიძახებდნენ ყველგან, რავი, 10 ნინო იხედებოდა ერთდროულად და დღემდე მაქვს ეგეთი ის, რომ რადე? ქშია? მაკარონი გინდა ჩემოსიცოცხლე ეხლავე. მოგიხარშა. ხო და ესა მე კაი ყალი ავატუყე. მე ეს ლექსი. მე კლასში 3 ვიყავით და მასწავლებელი გვარებით მოგვიხსენიებდა და მე ჩემი გვარი ტკიოდა. და მასწავლებელმა იქ რო იცოდა, უფრო მეტად მე მართავდა ჩემი გვარით. ხო, ეგეთი მასწავლებელი მყავდა დაწყებითებში. რომელიც არასდროს არ მოვიწყდება. ხო. ხალხი მოკერდ ასე და მინდოდა რამე ისეთი ლამაზი დაერქვათ ჩემთვის შესაფერისი და აი დღემდე რო ფიქრობ დღემდე არ ვიცი რა იქნებოდა ჩემი შესაფერისი სახელი აი რა სახელი იქნებოდა საჩემო თქვენი აზრი ნინო რო არ მრქმეო ნინა დაერქმიათ თუნდაც ნინა ქალის სახელი მაინც არის საერთაშორისო თარი ქალის სახელი და თან ნინო ძალიან ბევრს ერქვა ჩემ ბავშვობაში, მაგრამ ნინა არ ერქვა არავის. და იდეაში ნინას გამო დამარქვეს. მაგრამ ნუ რუსული ვარიანტი არ დამარქვა დედაჩემ, აი ეგ იყო. მესმის ახლა ეგ ძალიან მშვენივრად. მაგრამ რეალურად რუსული არ არის, მაშინ ეგრე იყო, რომ ვითომ რუსული, მაგრამ რუსული არ არის, საერთაშორისოა ნინა, რავი. მე მგონი არ არის ნინა რუსული სახელი, თუ რუსული სახელია. დაწერეთ აბა ვინც იცით. აუ ესენი რა კარგია კარფურში ვიყიდე, კიდე უნდა ვიყიდო. რა მინდოდა, რა მინდოდა მაკარონი. ხო და თქვენი ასაბა დაწერეთ რა სახელი მომიხდებოდა მე. აი ჩემი ხასიათის და ჩემი ტიპაჟის მიხედვით თქვენ რა სახელით დამინახავდით მე აი ჩემნაირ ადამიანს აი ხო ისეთ მაგრამ არც ერთი არ მომწონდა ხოლმე სახელები აი რო ფიქრობ აი რომელი ანუ ვიღაცა პერსონაჟების სახელები მომწონდა მაგრამ იმათ სახელი მომწონდა მათთვის და არა ჩემთვის კი, იცის დაჯერება. ნახე, ისე უნდა იყოს, რომ ყველას ეძინოს. აი ხა აქეთ რო ხალხი დადიოდეს, ხმები ეს მოდეს, რომ ამათ გვიძავს და რაღაცა, მაშინ მოინდომებს ხოლმე მაინც ადგომას და თუ არავინ აღარ დადის და ხალხს ძინავს უკვე და რაღაცა, მაშინ იცის დაჯერება.
ანუ ისეც დაგიჯერს, მაგრამ ისე ანუ ხო ესმის რომ სხვები ამ ფიქრები არიან და ცოდო იქნება. ამიტომ თუ სხვებს ძინავს და ისე დროს გაიღვიძა, მე ვერ ვუშლი ხოლმე ადგომას. მაგრამ თუ მაგალითად სხვებს ძინავთ უკვე, მე ხო. და ცოტა ხანი იტრიალა და მე გააგრძელა. ხო, ეხლა გაიღვიძა. უყურებს, რძეც დავასხმევინა და მაკარონსაც მახარშინებს. მე მგონი მე დაიკა, სადმე სოფელში უფრო სწორად რო არის ხოლმე წასული, მაშინ უფრო მეტს ვურთიერთობთ ხოლმე, ვიდრე აქ როა. ანუ, კაი ბიჭია, ცუდი ბიჭი არ არის. უბრალოდ აი რაღაცა მომენტები რო არის ხოლმე. ესეთი მე ძალიან იმედი მიცრუდება ხოლმე და მე ეგ ძალიან ცუდია ხოლმე რა. ეგა. თორემ მე რო ხედავდე რაღაცა. აი დიდს, ანუ ყველაფერს რაც არის მინუსი მიზეს რო არ ვხედავდე და რო ვხედავდე უფრო ცუდ და დიდ მიზეს, ანუ მაგრამ ანუ შემიძლია სწორად მოკრეთ შეფასება. კი დაუბრაზდები ხოლმე. აი მაგში რო არ მომიკითხა ძალიან გამწარებული ვიყავ. მაგრამ ანუ გავიგე, ანუ მიზეზი გავიგე. გავიგე გონებით კი არა, ანუ გავიგე, გავითავისე. და ეგ მეხმარება ხოლმე. ეს შევჭამე გუშინაი. ახლა ამას შევჭამ, მაგრამ ეს ჩემი არ არის. ჩემი სად არის კი არ ვიცი. თუ არა ამას შევჭამ რა, ამ მნიშვნელობა. მე მგონი ეგევამ დატოვა. მეძინება. რატომ მეძინება? აუ ისად გამიკეთებია. მანდა რა ხდება როგორია მინდია აქ უნდა დაიწყო ხარია და ყველაფერი ერთად და კიდე გაი საქმეებს რაც იყო ძირითადი დასაკეთებელი გარეთ მოუჩი რომ რამჟაკეთებს კაცი დღეს კონსიდერა სასახლეებზე მაგასასვლელი ეგ დამჭა და კიდე რა აზარში სასახლეები მაგ ასე შემდეგ მონიტორა შვება ძინავს მონიტორსა თუმცა თუნთან ერთად გება ეგეს შენ ადგილი და ეგრევე გება მონიტორს მონიტო კარგად არის ადგა გუშინევას ეს დასაფარებელი ქონდა ევას დაფარებული რა კოღოები რო არის ხოლმე იფარებს და ბონი ვეღარ წამოწვა ბონის უყვარს რაღაცა ბილზე როწევს ან შემაღლებულზე და დასაფარებელზე წובה ხოლმე და დადიო და მე თხრი და საბანს ხო და მე მეთქი დაწექი ბონი თქო და მე მოვიდა და ჩემ ფეხებს შუა ჩაწვა და თავი დამადო მე ამირჩია იმათ საწოლად ეხლა ადგა აბა ჩვენ რომ ვდგებით ეგეც დგება ეგრევე ეხლა მთელი დღეც მერთა დაიფავს და რო იწვეს კაცი ეგეც იწვება ანუ წავა თუ ვინმე ჭამს ემათხოვება ისე მოვა ხო ძალიან საყვარელია ხო მამაც დაიწყო თავისი დღე აქ მზეა საშინლად ცხელა 30 გრადუსია და აი ღვაჟ-ღვაჟა მზეა რა თუ ხარ ადუღდი რა იყო კაცო ჩვენ ხო ჩავთე ეს გაზი პაპა ჩემი რო ვნახა ბებეჭეს ქალო სად არის ჩაი დავდგი გავიდოდა დრო სად არის ჩაი დადგას კიდე სად არის ჩაი დგას მიდიერდი შეამოწმე ანთებულზე დგას თუ ჩავკრავს ეს სპეციალურად უნება ნერვებს უშვრიდა ხოლმე ბებეჭებს ხო და ინახე რამდენი ხანია დგას აგერ ვადგავარ თავზე და არ დუღდება რა და ანთებულია მშვენივრად
ხოდა თქვენი ოდესტობა რა სახელი მომიხდებოდა მე. ჩემი სახელი მე მგონი მიხდება. ნინო. მიხდება მე ნინო. სინამდვილეში. მიხდება ნინიც, მიხდება ნინაც. მაგრამ აი ყველა ჩემი სახელის ვარიაციები, აი სხვა სახელი, რაღაცა უცხო სახელი და აი ჩემი ხასიათის, ჩემი რაღაცა აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რომელი. რომას ფიქრობთ აბა? გუჩინ ჩემი ნათლიას დაბადების დღე იყო მეულოცე თინასი. ძალიან მიყვარს. და მინდა რომ კარგად იყოს. მაგრამ ლიამ თქვა წინაზე რომ იყო მაგათთან რომ ესაო მისი და რაც ანუ აი ისე იყვნენ რა სურათ თავი გახსოვს რომ შენ და შენი და ხარ და ის და რო გარდაიცვალა, აი ძალიან სხვანაირია ახლა ვარ და აი ძალიან ხიარული, ძალიან მზე ტიპია რა, აი რომ მოდის და ღიმილის ხარული დღესაც სწაული, აი ყველაფერი თან მოაქ რა. ხოდა იგითი მახსოვს მე და სულ მინდა რომ ეგეთი იყოს. ხოდა მივწერე იცოდა ისე შეინარჩუნე მეთქი ეგ და რაც მოაკლდა მეთქი იმას შენ უნდა იცხოვრო თქო. ცოტა მეთქი. არ ვიცი შეიძლება უხეშად გამომივიდა. მაგ დროს ახლა ნუ ერთი და ორი წელი რო გავა ახლა ეგ არაა საკმარისი და საერთოდ არც ერთი წელი არაა საკმარისი და შენ საყვარელ ადამიანს დაკარგავ, მაგრამ იმას ვიძახი რომ უნდა ვიცხოვროთ და კი ანუ შევიმოკლოთ ჩვენი გზა პირიქით მაქსიმალურად ეს უნდა ვიცხოვროთ სავსეთ, მაგრამ ნუ თქმა ადვილია ყველაფერში ეგრეა და ქნა რთულია, ქმნა. ხო. მამიშა, მე ადუღდი რა. ეხლა წავალ, იმას მოვიტან მეთქი და ზუსტად მაშინ გადმოვა. არა, თავზე ვადგავარ მთელი დღეა. ის იქითაა ჩემი ეტყობა. გუში რო გავყავი ნახევარ. ფიქრობის ხო არ შევჭამოთ, ხო ეს ვიყიდე გუშინ ჩემთვის ნახეთ. კარბურში აქციაში იყო ლარი და 80-ად. და ეს ხო შევჭამო მეთქი, მაგრამ ის მინდა თან აი ამ თხილი და ყავა, თხილები და ყავა მიყვარს და ამას ხო ნუში აქვს და შოკოლადის აქვს ნუში, ყავაც რაღაცა ერთად. ჩემი გოგოები რა შვებიან ერთი. რაღაცა ხმა არის მის და აუ გეფიცები ჩართული არ ყოფილა. იქით ჩამირთი. ვაიმე. აი კურიოზი. აი ინტერესანტი. არ დამქონია რომ ჩავრთე. ის ჩავრთე აბა. ღმერთო, მოიცა იმას მოვიტან იქა. გუშინს 34 გრამი აწერია და გუშინს რომ ჭამეთ 15 გრამი იყო, ესეც 15 გრამი, ესე 30 გრამი.
ხოდა ბებიაჩემს კი არ მოსვია ესე, მაგრამ იგი მე მომივიდა. ჩამქრალზე რომ ედგა. აი. Поймени, როგორ მიშინერს. ნეტაიცოდე პროსტა. ახლა ხოიცით რომ მე იმას არ დავვლევ. ხოიცით. მე წავიდა. წავიდა, გავიდა. ეხლა ცეცხლი გააჩინე კიდე. აი, ჩეკრი. ჩაქრე სჭირდა მე. ჩავაგდე ფართულად ცეცხლი არ გავაჩინე. გიგეთებდე მაკარონს. აი სულ ლოცავ ადამიანს, ვინც ეს მასწავლა. მარიანას. просто ნახე რა ბედნიერება, რასაც ქვია. ეხლა რადგან ის დგას, იმიტომ ვერ ვხდი. ასე თუ ისე ეშველა. ოღონდ ახლა მე მაგას ვერ დავვლევ. ხალე უნდა გავაკეთო. და თუ დავლია, ხა. იყოს თალია. მეზარება კიდე. ამა გავსინჯოთ როგორი გემოვარ. აი ეს ყველაზე მეტად რაც მიყვარს ის აღარ აქვს. აუ არა, ფუ. შობია სუარდალია. მაგაზე კიდე ჩვენ არ დავთანხმდებით. ხელს არ მოვაწყერთ, ამიტომ ამიტომ სად არის გადასაწური. რაღაცა ჩავალ ალბათ შიგ. ამიტომ აღარ ჩავალ. ამაში გადავწუროთ რა ვქნა. და ავწონოთ. ზარალი ხარა, ზარალი. მეორე სახელი ზარალი.
ვა, ერთი ჩაღი ჩავყარე. ერთიც და მე ვარ გუში ვიყურე ფილმს. 47 რონინი. და რატო ვუყურე, იცით? ერთი ფრაზის გამო, რომელიც TikTok-ზე შემხვდა. კიანუ რივზი თამაშობს თავარ როლში. და ძიელი გოგო ყავს შეყვარებულია და ამ გოგოს ეუბნება, რომ ესე იგი მე მოგძებნი შემდეგ 10,000-ობით სიცოცხლეებში და ეს გოგო ეუბნება მე კიდე ყველაში დაგელოდები. Я буду искать тебя в 1000 миров и в 10 000 жизней, пока не найду. Я буду ждать тебя в каждой из них. და ესა ზუსტად არ მახსოვს სადა, მაგრამ ნუ არც ეგეთია. და ესა ნუ აი მარტო მაგ ფრაზად ღირს მთელი ფილმი. ნუ კიდე სხვა რაღაცებიც არის. აი რო ვთქვა რაღაც ძალიან ძლიერი ფილმი და რაღაც არის. არა, და თან ძალიან გულიც დამწყვიტა, იმიტომ რომ რაღაცა ნამდვილ ამბავზეა მგონი გადაღებული და ანუ იმდენი ადამიანი დაიხოცა ის რაღაცნაირად თითქოს და უაზროდ კი შურის ძიება და შენი უფროსის სიყვარული კაია, მაგრამ რავი მე არ მომწონს ის რომ რაღაცა კულტურებში ეხა ის კიდე ამოვა ვიღაცების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია და მათთვის ხო ევასი ანუ ერთი ადამიანის სიცოცხლე ისეთი მნიშვნელოვანია რომ ხო რომ 47 ადამიანმა სხვა თავი უნდა გაწიროს ეგ ყველასი ხო ხტებით და ეგ თვითონ ეგ იდეა არ მომწონს ჩემი აზრით ყველა სიცოცხლე ტოლად მნიშვნელოვანია. ნუ ანუ ნახე რას ვიძახე ხა ჩემთვის. კი. ჩემთვის ყველა ადამიანი ჩემი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეა მნიშვნელოვანი. მაგას კი არ ვიძახი. ვიძახი ზოგადად, ანუ იქ ითვლებოდა, რომ აი სამურაები უნდა დაიხოცნონ თავის ბატონის ღირსებისთვის და მის გარშემო უნდა დაიკრძალონ რაღაცა ძაღლებივით, რავი. ძაღალსაც კი არ იმას ვიზავდი ეგრე. ჩიხუახუებს თურმე იცით. ეგეთი წესი იყო, რომ თავის პატრონი თუ მოუკვდებოდა, სამარაში ატანდნენ. ხო. ქალებსაც ხო უკეთებდნენ მასა. და მოგეთ არ ვეთანხმები მაგას ყველაფერს და რაღაცნაირად დამასებდიანა, მაგრამ თვითონ ის ერთგულების თავგანწირვის და სიყვარულის აქტი ძალიან დასაფასებელია. რაღაც თქმა უნდა, რომელთაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთისთვის თავის გაწირვა და უფიქრებლად და არა მარტო თავის საკუთარი შვილისაც. ხო. აი, ეს არის ხა ყავა. აი. ეს თუ ყავას არ აქვს, ჩემთვის ის ყავა არ არის. აი, ხამას ევას წავუღებ და მე დავლიოთ ეს. მე ზარი. მე? კიდე გინდა? აუ, ზე დავცხიევას. მიკო. აი, მინდი დაგესხა, მე მიყვარს, ჯემოზიცავთ. ჭიქა იქ აქვს. მარილი. კარამელი, შოკოლადი და ნუში. მერთან კაია. და ყავა. შენ ამას როგორ გაჭმევი ხა ეს კბილია?
გიყვართ ესენი?